მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების ტრაგიკულ მდგომარეობას ასახავს ერთ-ერთი წერილი, რომელიც არის ჩემი დიდი ბებიის მიერ დაწერილი. დათარიღებული არის 1948 წლის 22 ნოემბრით. ჩემი დიდი ბებია ელენა მოდებაძე ითხოვს ქუთაისის სამხედრო კომისრისგან აი ასეთ რამეს წერს, რომ 1953 წლის 12 იანვრიდან ჩემი მეუღლისგან არ მიმიღია არავითარი წერილი და ცნობა. ამისათვის გთხოვთ, რათა მაცნობოთ მისი მდგომარეობა, ცოცხალია თუ დაღუპული. ანუ ოჯახმა 3 წლის შემდეგაც არ იცოდა მისი ხვედრი და მდგომარეობა. მე პირადად ჩემი წინაპრებიდან 5 ადამიანი შემიძლია ვახსენო, ვინც მეორე მსოფლიო ომში უგზო-უგზოდ არის დაკარგული. მათ შორის ყველაზე მთავარი ჩემი დიდი ბაბუა აპოლონ ფილიპესზე შარვაშიძე. ის ვერ მოესწრო თავისი ერთადერთი შვილის, ჩემი ბაბუის დაბადებას და მან იცოდა, რომ შვილს ელოდა, მაგრამ სქესი არ იცოდა. თავისი მეუღლისთვის, ესე იგი, ჩემი დიდი ბებიისთვის დაუბარებია, რომ თუ გოგონა იყოსო, რაც გსურდეს, ის დაარქვიო სახელიო და თუ ვაჟი იყოსო, ვინაიდან ომის პერიოდია, ომარი დაარქვიო და ამიტომ ჩემ ბაბუას დაარქვეს ომარი, აი მამის დანაბარებიდან გამომდინარე. მეორე მსოფლიო ომში ქუთაისიდან მსახიობებიც წავიდნენ. არაერთი შეეწირა და ერთგვარად მაშინაც ამბობდნენ, რომ ქუთაისელმა თეატრალებმაც მიიღეს მონაწილეობა და გმირებად შეეწირნენ აი ამ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობას. ანუ არ იყო სფერო ქალაქში. ეს იქნებოდა ხელოვნების, კულტურის თუ სხვა მიმართულებები, საიდანაც ხალხი არ წავიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წამოწყებაში ცალსახად დამნაშავე არ იყო მაშინდელი გერმანიის ხელმძღვანელობა. 1939 წლის აგვისტოში დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილი ფაქტის ფონზე ჩვენ საფუძვლიანად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს იყო სტალინისა და ჰიტლერის ერთობლივი დიდი ავანტიურა. საბჭოთა კავშირი და გერმანია შეთანხმდნენ მსოფლიო ტერიტორიის გადანაწილებაზე. მე როგორც ისტორიკოსი თამამად ვიტყვი, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველები არიან გმირები. ისინი იცავდნენ კონკრეტულად თავიანთ სამშობლოს. ჩვენ მაშინ სამწუხაროდ სახელმწიფო არ ვიყავით. ჩვენ მაშინ ანექსირებული ვიყავით რუსეთის მიერ, რომელსაც ერქვა ერთთლიანი საბჭოთა კავშირი. გერმანიის მხრიდანაც იბრძოდნენ ქართველები და ისინიც არ არიან მოღალატეები, ისინიც გმირები არიან. რატომ? მათ ასე ესახებოდათ საბჭოთა რეჟიმის მიერ ანექსირებული საქართველოს გათავისუფლება. და ესენი იყვნენ ძირითადად 1921 წლის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, შთაომავლები. და ორივე მხარეს, საბჭოთა კავშირის მხარეს თუ გერმანიის მხარეს მებრძოლ ქართველებს ერთი მიზანი ჰქონდათ, სამშობლოს გადარჩენა. ამათ აქეთ ამ მხრიდან არ სურდათ, რომ მეორე ბოროტება, ფაშიზმ, ნაციზმი შემოსულიყო საქართველოში და იმათ კიდე უნდოდათ, რომ კიდე ერთი ბოროტება კომუნიზმი დამარცხებულიყო საქართველოში. 8 და 9 მაისი ეს არის საეტაპო მნიშვნელობის თარიღი და არა მთლიანი დასასრული მეორე მსოფლიო ომისა. და თუ თქვა დასავლეთი აღნიშნავს 8 მაისს და ვინმე ჩრდილოეთიდან გონია რომ ამას უნდა მიანიჭოს იდეოლოგიური მნიშვნელობა, მაშინ 8 მაისი რა თქმა უნდა. თუმცა მე პირადად კიდევ ერთხელ როგორც ისტორიკოსი არ ვარ მომხრე თარიღების რაღაც თაყვანისცემის. მე ვარ მომხრე გმირების ყოველთვის და ყოველგვარ პატივისცემის.